მიხადოთ ამ საჩუქრებს და მოსვლის თვინე და მობრძანებისთვის. ქართველი სტუდენტები სწავლას ისრაელში სამედიცინო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ, ასევე ოფიციალური თელავივი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებებს ქართველი მედიკოსები გადაამზადოს. ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და ისრაელიდან ჩამოსული სპეციალური დელეგაციის მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. სპეციალური დელეგაცია დაინტერესდა, როგორ ვითარდება საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და რა დახმარება შეუძლია ამ ეტაპზე აღმოუჩინოს ისრაელმა ოფიციალურ თბილისს. საქართველოსა და ისრაელის შორის აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სამედიცინო სფეროში, მოგეხსენებათ განხორციელდა ინვესტიციების სადაზღვევო საქმეში, ჰოსპიტალურ სექტორში. არის ინვესტორი, რომლის მიზანია ასევე დღეს საქართველოში სხვის ბანკის შექმნას. გამოვიყენოთ ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც ისრაელს აქვს სწორედ ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების მართვაში, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ ჯგუფის ვიზიტი და ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ჩვენ ხალხს შორის არა მხოლოდ საქმე, არამედ მეგობრული ურთიერთობის.